ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ფორმულამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტთან. საერთაშორისო კომპანია ქვეყანაში საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებდა. სალომე უგულავასთან ინტერვიუში რობ ფარბსმანმა წინა საარჩევნო პერიოდი შეაფასა. მისი თქმით, ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი დონალდ ტრამპი იყო, რომელიც ხმების დათვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ეჭვების გაჩენას ცდილობდა. ინტერვიუში მან იმაზეც ისაუბრა, თუ რა გავლენა ექნება საქართველოსთან ურთიერთობაზე შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს. რობ ფარბმანის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს გაცილებით დიდ ყურადღებას დაუთმობს, ვიდრე მისი წინამორბედი. ჩვენი მუშაობისთვის ერთ-ერთი ძირითადი ხელის შემშლელი ის იყო, რომ ყავს პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად ცდილობდა ხალხისთვის ეჭვი გაეჩინა ხმების დათვლასთან დაკავშირებით. ხალხს აგზნობინებდა, რომ ფოსტით ხმის მიცემას არ ჰქონდა ვალიდაცია, რომ ეს იქნებოდა თაღლითობა. მან შიშიშთა უნერგა საკუთარ მომხრეებს, რომ ხმის მიცემის პროცესში ადგილი ექნებოდა თაღლითობას, რამაც დიდი დაძაბულობა გამოიწვია მთელს ქვეყანაში და ყველაფერი გაცილებით გაართულა. წინასწარი გამოკითხვების შედეგებით მიხვდა, რომ წააგებდა. ის არა ადამიანი, რომელსაც მოწონს რაიმე სახის წაგების აღიარება. ასე რომ არჩევნების წინ კარგად მოემზადა, ამას დასაწყისშივე გეგმავდა 2016 წლის არჩევნებამდეც კი, როცა ამბობდა, რომ იქნებოდა დარღვევები. ეს იმიტომ, რომ იმ არჩევნებში წაგებასაც ელოდა, იმ არჩევნების წინაც ასე ლაპარაკობდა, მაგრამ როგორღაც მოიგო და თქვა, რომ ყველაფერი სამართლიანად და სუფთად ჩატარდა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ მოიგო.